სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს აზიელი ქალბატონი, ან კორეელი, ან ჩინელი უნდა იყოს, რომელიც დავრდომილი არის და ალბათ მე მგონი სავარძელზეც ის და ეხმარებიან პასტორები, რომ ეს კითხვა გამოკვეთონ და მისი სიტყვები მოიტანონ ჯონის ყურამდე. მე დავადე თავფურცელი ამ იმას აუდიო ჩანაწერს და შეგიძლიათ ნახოთ პიროვნება, შეგიძლიათ ვიდეოშიც ნახოთ, რომ საოცარია, როცა ესეთი ადამიანები ეკლესიაში დადიან და მათი მშობლები არა. და ეს ქალბატონი განიცდის, რომ მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს გაეყარონ ერთმანეთს. და ჯონ მაკარტურს ეკითხება, თუ რა შეიძლება მან გააკეთოს. და ჯონ მაკარტურიც ალბათ დაიბნა კიდევაც ასეთ სიტუაციაზე, თუ არ ელოდა უცებ ესეთ კითხვას, იმიტომ მას ეგონა, რომ თვითონ ეს ქალბატონი აპირებს, ხო? და ამ დროს მე მგონი იცნობთ კიდევაც ჯონ მაკარტური ამას, ალბათ შორიდან როგორც თავის მრევლს. გამარჯობა ჯონ, გამარჯობა და ეხმარება პასტორი. ქეთის სურს რომ იცოდეს. და ქეთი ამობს, მინდა განქორწინებაზე ვისაუბრო. გინდა განქორწინების შესახებ იცოდე? დიახ, ნუ გააკეთებ ამას ქეთი, ჯონი ალბათ ცოტათი ეხუმრება, რომ ცოტათი მასაქნას ეს მოხსნას. მე არა ვარ დაქორწინებული, ვიცი, ჯონ მაკარტური ეუბნება, მე ჩემს მშობლებზე ვსაუბრობ. ცუდია, როცა ორი მშობელი მუდმივად ჩხუბობს. ან კიდევ განქორწინება ჯონ მაკარტური ეხმარება. დიახ, ან კიდევ განქორწინება. უმჯობესია ჯონ მაკარტური, როცა ორი მშობელი მუდმივად ჩხუბობს, რომ იპოვო გზა ამის მოსაგვარებლად, ვიდრე გაეყარო ერთმანეთს. დიახ, ჯონ, ვიცი ეს. დიახ, გულისხმობ, რომ არასოდეს არ არის კარგი, როცა ორი მშობელი ჩხუბობს, მაგრამ განქორწინება უფრო ცუდია და ეს არ არის გამოსავალი. იცით, ეს იგივეა, რომ თქვა, მარჯვენა ხელს პრობლემა აქვს, ამიტომ მოვიჭრი ამას. ასე რომ ეს არ არის გამოსავალი და პასუხი. უნდა ყველანაირად თქვენ შეეცადოთ, რომ გამოასწოროთ ეს სიტუაცია. საბოლოო გამოსავალი არ არის ეს გამოსავალი. სწორი გამოსავალი ქორწინების შენარჩუნება, რადგან ღმერთი თავად ამბობს, რომ მე მძულს განქორწინებაო. და კითხვის ავტორი ქეთი აგრძელებს. დიახ, ვიცი რომ ეს სწორია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემი მშობლები დღეს ამას აკეთებენ და მე მაინტერესებს, როგორ შემიძლია ვიყო კარგი ქრისტიანი ქალი, როდესაც მე ესე იმედგაცრუებული ვარ. და ჯონ მაკარტური ეუბნება. ქეთი, პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან კარგი ქრისტიანი ბრძანდებით, თქვენი ერთგულებით. და მე ვფიქრობ, რომ თქვენ რაც შეგიძლიათ ახლა, რომ ილოცოთ მათთვის. და როდესაც ღმერთი მოგცემთ საუბრის შესაძლებლობას, ყველანაირად თქვენ ხარი არ უნდა დაუჭიროთ განქორწინებას. თქვენ არ უნდა დადგეთ განქორწინების ხარეს, როცა თქვენ შეგიკითხებიან ამას. თვით ურწმუნოებზე შემიძლია ეს თქვა, თუ ისინი ურწმუნოები და რწმენაში არ არიან, განქორწინება არ არის კარგი. და ქეთი ეუბნება, დიახ, ვიცი ეს პასტორ ჯონ, მაგრამ მათ ეს არ იციან. სამაგერო თქვენ იცით ეს და არა უშავს თუ მათ ეს არ იციან. თქვენ როცა მოგეცემათ საშუალება, უნდა უთხრათ ეს და ეს პოზიცია დაიჭიროთ. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რაც შეგიძლიათ. თქვენ ვერ შეძლებთ მათი ქმედების კონტროლს. მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ ამითი ამ პოზიციით და ლოცვით, ხო, თქვენ მათ გულებს შეეხებით. და ქეთი ვერ მალავს აღფრთოვანებას და ეუბნება, რომ თქვენ კარგი მასწავლებელი ხართო. მან მადლობა გადაუხადა, რომ ჯონი კარგი მასწავლებელია. და ამას ეხმარებიან ქეთის ეს პასტორები, ტომ პატონი დგას იქა და მე ვნახე და ისინი ეხმარებიან, რომ მიიტანონ ჯონამდე ეს საუბარი, იმიტომ რომ კარგად არის მის მიკროფონში მისი ხმა. და ჯონ მაკარტური ეუბნება, არაფრის პირიქით დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთი კარგი მოსწავლე ხართ ქეთი. ძალიან დიდი მადლობა. აი ესე დაამთავრეს მათ ეს საუბარი.